გიფიქრიათ ოდესმე რა როლი უჭირავს ფერებს თქვენს ცხოვრებაში? როგორ აღიქვამთ მოვლენებსა და საგნებს ფერებთან მიმართებაში და საერთოდ რაზე და როგორ აისახება ესა თუ ის ფერი ყოფაში? დავიწყოთ თუნდაც ყველაზე იმპერატიული, აგრესიული წითელით. აუცილებელი არ არის თქვენ რაღაცა თეორიული ცოდნა გქონდეთ თითოეული ფერის სიმბოლური დატვირთვის შესახებ, მაგრამ რაღაც გარკვეულ კონკრეტულ ფერებს ჩვენი ფსიქიკა ზუსტად ისე აღიქვამს, როგორც ახლა ვთქვათ თეორიაში მოგაწვდით, ხო? მაგალითად წითელი ფერი, საკმაოდ ისეთი აგრესიული, აქტიური სექსუალური ფერია, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ამის შესახებ ინფორმაცია გაქვთ თუ არა, მაგალითად ძალიან გადაღლის დროს, ფსიქიკური გამოფიტვის დროს და მსგავს შემთხვევებში წითელი ფერი არ გესიამოვნებათ არანაირად. იმიტომ რომ ზუსტად იმ აგრესიის და ენერგიულობის მატარებელია ეს ფერი. ვთქვათ იგივე მანქანების შემთხვევაში, მაგალითად ცნობილია რომ წითელი ფერის მანქანები ყველაზე ნაკლებად ხვდებიან ავარიებში. რატომ? საგზაო შემთხვევები ნაკლებად ემუქრებათ, იმიტომ რომ სასიგნალო ფერია და ძალიან შორიდანვე ჩანს და ვთქვათ სხვა მანქანის მძღოლი ყურადღებას აქცევს ბევრად იოლად, ვიდრე ვთქვათ რუხი ფერის მანქანებს და ეს ნეიტრალური ფერის მანქანებს, რომელიც შეიძლება თვალთახედვიდან ისე გაგიქრეს რაღაც კონკრეტულ სტრესულ სიტუაციაში, რომ თქვენ თვითონაც ვერ შეამჩნიო. წითლის საპირწონედ ოპტიმიზმსა და პოზიტივზეა ორიენტირებული ყვითელი. აი ყვითელი თუნდაც გავაგრძელოთ, ხო, აქ რაც ხილაკია ფერები. ყვითელი ფერის მზისთან ასოცირებული ფერია, ოქროს ფერთან ასოცირებული ფერია, ზოგადად წარმატების და ესეთი ხალისის და კარგი განწყობის შემქმნელი ფერია. ესეთი ოპტიმისტური ადამიანები იყენებენ უფრო ხშირად. ამიტომ კარგად მუშაობს, თქვათ ეს პროდუქტების შეფუთვისას, რომელიც არის თქვათ კვებასთან მიმული, ან რაღაც სათამაშოები, მსგავსი ტიპის, რაც ოპტიმიზმს, სიხალისეს, ამ ყველაფერთან რაც არის მოკლედ დაკავშირებული. ფერთა პალიტრის სწორად აღქმის მნიშვნელობა შეუფასებელია ინტერიერის მოწყობისას, როცა ოთახების ფერი მათი ფუნქციისამებრ უნდა შეირჩეს. დავიწყოთ მწვანე ტონალობებით. დაახლოებით იგივე დანიშნულება მწვანე ფერს, რომელიც ბუნებასთან ასოცირდება, სიახლესთან, სინორჩესთან ასოცირდება, ამიტომ ძალიან კარგი დატვირთვა აქვს მწვანე ფერს იგივე ინტერიერში, მაგალითად საძინებელში ბავშვებთან ურჩევენ ხოლმე, იმიტომ რომ ბევრად უფრო დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ვიდრე ნებისმიერ დანარჩენ ფერს და კარგად მუშაობს. თუმცა იგივე ვთქვათ სისუსტის შემთხვევაში და ცოტა მოდუნებული ადამიანის შემთხვევაში მზის ფერები, მოწითალო ტონები ჯობია მეტად გამოვიყენოთ, რომ გავააქტიუროთ მისი ასე ვთქვათ ცხოვრება, ვიდრე სხვა ესეთი მშვიდი ფერები. თუმცა როგორ ვიქცევით იქ, სადაც სიმშვიდისა რა მოგახსენოთ და კვებასთან გვაქვს საქმე, ანუ რა ფერებში უნდა იყოს გადაწყვეტილი სამზარეულო. თურმე ნუ იტყვით და საკვების მომზადება მირთმევის პროცესისთვის ამ ფაქტორსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ძალიან დიდ კავშირშია სამზარეულოს ფერების შერჩევა ჩვენს მადასთან და იმ საჭმლის მირთმევასთან, რასაც იქ ვამზადებთ. ანუ ითვლება, რომ თუ სამზარეულოში ჭარბობს ნარინჯისფერი, ყვითელი, წითელი ტონები, ზოგადად მზის ფერები, იქ მადა ბევრად უფრო გაღვიძებული, ასე ვთქვა და ბევრად მეტს მივირთმევთ და გემრიელათაც მივირთმევთ, ვიდრე სხვა სიტუაციაში. ასევე ძალიან კარგად მუშაობს და კარგი ეფექტი აქვს სამზარეულოში ღია მწვანე ფერის გამოყენება, სალათის ფერი, ბალახის ფერის გამოყენებას, იმიტომ რომ ამას აქვს რაღაც სიახლის, სიცოცხლის, აბსოლუტურად სხვა დატვირთვა აქვს და განწყობაზე ძალიან კარგად მუშაობს. ზოგადად კარგი განათებაც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად. და თემის გაგრძელების სახით სამზარეულოდან ჭურჭელზეც გადავინაცვლოთ. აი რაც შეეხება ჭურჭელს პირდაპირ არის მითითება, თუ გინდათ რომ სტუმარი გაგექცეთო, ჩაი მიართვით ცისფერი ამბაკით მაგალითად ფინჯანით. ამიტომ ჯობია რომ ეს რაღაცებს ყურადღება მივაქციოთ. რაც შეეხება უნივერსალურ თეთრ და შავ ფერებს, ამ შემთხვევაშიც საკმაოდ სპეციფიურ დეტალებს და სხვათა შორის არ მხოლოდ დეტალებს ვაწყდებით. არის ფერები, რომელსაც ადამიანი დიდხანს ვერ ეგუება, მაგალითად რუხი ფერები, ან მთლიანად თეთრი ფერი, როდესაც შენობა არის აბსოლუტურად თეთრში. ასეთ ადგილებში ადამიანი დიდხანს არ ჩერდება. ამიტომ ასეთ ფერებში ღებავენ, თქვათ იგივე სამონტყოფოებს, იგივე სხვა საზოგადოებრივი თავშეკრის ადგილებს, სადაც მარტო საქმისთვის უნდა შეხვიდე და გამობრუნდე და დიდხანს აღარ დარჩე. ამიტომ ვინც ეს იცის, კარგად იყენებენ და ოსტატურად იყენებენ, ასე ვთქვათ, ინტერიერის შექმნისას. სხვაგვარადაა საქმე ყველაზე მძიმე, იმავდროულად კი ყველაზე ელეგანტურ ფერთან, შავთან მიმართებაში. შავი ფერი ცალკე უნდა აღვნიშნოთ ალბათ, სიკვდილის ფერად აღიქვამენ ხოლმე დეპრესიულ ფერად, თუმცა ამავე დროს ეს ელიტური ფერია, ამიტომ როდესაც ძვირადღირებული ელიტური საქონლის შეფუთვა უნდათ, ხშირად იყენებენ ზუსტად შავი ფერის ფონს და შავი ფერი ოქროს ფერზე. ეს ორი ფერის კომბინაცია ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. და ბოლოს, ფერთა კომბინაციები, რომელთაც აგრეთვე აქვთ ან პირიქით არ აქვთ მნიშვნელობა ჩვენს რეალობაში. რაც შეეხება კომბინაციებს, კიდევ უფრო სხვა თემა, იმიტომ რომ არის, თქვათ, აკრძალული ფერების კომბინაცია. მაგალითად,
იასამნისფერი და ნარინჯისფერი. ითვლება, რომ ამ ორი ფერის ხშირად ერთად გამოყენება სუიციდურ მიდრეკილებებს აღძრავს. ასეთივე ეფექტი აქვს, მაგრამ ძალიან მუქ შავ ფონზე თეთრ ასოებს, თეთრ შრიფტს. და ამასაც ერიდებიან ხოლმე თქვა იგივე რეკლამის დროს ან ინფორმაციის გავრცელების დროს. მაშასე, თქვენ უკვე იცნობთ ფერების თვისებებს. იცით ფერების ენა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფერებთან დაკავშირებული ემოციები და გრძნობები ქვეცნობიერიდან ცნობიერშია გადმონაცვლებული. შესაბამისად კი, ნებისმიერი ფერი, მანქანის იქნება ის, ინტერიერის თუ საჩუქრის შესაფუთი ქაღალდის, სწორედაც რომ გონივრულად შეირჩება და ჯანსაღი არჩევანის გაკეთებაც არ გაგიჭირდებათ. დილის საუზმე. დამეთანხმებით ამ სიტყვების გაგონებისთანავე, თვალწინ, ჩაის, კარაქის, პურისა და ყველის გარდა აუცილებლად წარმოგიდგებათ რომელიმე ბურღულისგან მომზადებული ოხშივარავარდნელი ფაფაც. თუმცა იშვიათად თუ უფიქრდება ვინმე, რომ ისეთ მარტივ საქმესაც კი, როგორიც ფაფის მოხარშვა, საგანგებო მომზადება და ცოდნა სჭირდება. მაშასე, დავიწყოთ ბურღულით, რომელიც ალბათ უპირველესია მარცვლოვან კულტურებს შორის. ხორბალი. პირველი, რაც შეიძლება ჩვენ საიდანაც შეიძლება დავიწყოთ ბურღულეულის განხილვა, პირველ ადგილზე მე ვაყენებ ხორბალს, რომლისგანაც ჩვენ პირველ რიგში ვიღებთ ხორბლის ფაფას და არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველ რიგში ხორბალი და ხორბლის ფაფა იყო მიღებული, ხოლო აქედან შემდეგ უკვე წამოვიდა პურის კულტურა. აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ რაფინირებული, კანგაცლილი და ქათქათა თეთრი ფერის ხორბლის ქვილის სახით, რომელსაც რატომღაც უმაღლესი ხარისხისას ვუწოდებთ, თქვენ ხორბლის სასარგებლო თვისებებიდან ვერცერთს ვერ იღებთ. ზოგადად მარტო ხორბალი არა, ზოგადად ბურღულეული შეიცავს 30%-მდე ცილას. გარდა ამისა შეიცავს ყველა იმ სასარგებლო მინერალურ მარილს, ოქროსა და ვერცხლის ჩათვლით, რომელიც ჩვენი სასიცოცხლო დანიშნულებისათვის არის აუცილებელი. მაგრამ სამწუხაროდ მომზადების დროს, მისი დამუშავების დროს მთელი რიგი მისი სასარგებლო თვისებები იცვლება. კერძოდ, როდესაც ხორბალი არის რაფინირებული, ის თავის ძირითად დანიშნულებას, იმას, რომ ის შეიცავს დიდი რაოდენობით ბეჭდგუფის ვიტამინებს, იკარგება. თუ გსურთ ამ მეტად სასარგებლო ბურღულისგან მართლაც მიიღოთ სარგებლობა, მისი მომზადებისა და მიღების ხერხებს უნდა იცნობდეთ. ხორბალი აუცილებლად უნდა დავალბოთ. ხორბალი პირველ რიგში უნდა იყოს დაღერღილი, როგორც ღომის ხერხილი, უნდა დავალბოთ აუცილებლად ცხელ წყალში და ფერმენტაციისათვის უნდა გავაჩეროთ 4-5 საათი. შემდეგ უნდა მოვხარშოთ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ხორბლის მიღება არ შეიძლება ცხიმების გარეშე. ეს ცხიმები არის ზეთი და კარაქი. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი ღირსებების მიუხედავად, ნუ იფიქრებთ, რომ ხორბალს მხოლოდ სიკეთის მოტანა შეუძლია. მას აქვს მთელი რიგი დაავადებების შემთხვევაში უკუჩვენება. ეს არის, დავუშვათ, ბუასილი, ეს არის კუჭნაწლავის ყულოვანი დაავადება, იმიტომ რომ ის არის უხეში საკვები პროდუქტი, რომელიც აღიზიანებს კუჭნაწლავის ტრაქტს და ამიტომ ადამიანი თავის ჯანმრთელობას ობიექტურად უნდა აფასებდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მან შესაბამისი ბურღული მიიღოს. ასე რომ, როგორც ხედავთ, ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა ამ ქვეყნად არაფერია. ისევე როგორც არ არსებობს მხოლოდ სასარგებლო ან მხოლოდ მავნებელი პროდუქტები. ამის მაგალითად კი, თუნდაც ხორბლის ფაფა გამოდგება. თითქოს ასე მრავალმხრივი ღირსებების მქონე და მაინც გარკვეულ შემთხვევებში გარკვეული ზიანის მომტანი. ჰოდა, ამიტომ, თუ გსურთ ჯანსაღი არჩევანი გააკეთოთ, მედალი ორივე მხრიდან დაკვირვებით დაათვალიერეთ და მხოლოდ ამის მერე მიიღეთ გადაწყვეტილება, მოგიტანთ თუ არა ესა თუ ის პროდუქტი სიკეთეს. ყურადღება, ცეკვავენ, არა, ვარსკვლავები არა, ცეკვავენ ორსულები. რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ, მაგალითად არგენტინაში, სადაც თურმე ნუ იტყვით და ორსულებს შორის ცეკვის კონკურსებიც კი ტარდება. თუმცა ამჯერად ჩვენი საუბრის თემა ამ კონკურსების მხატვრულ მხარესა თუ მოცეკვავეების ქორეოგრაფიულ მონაცემებზე საუბარი ნამდვილად არ გახლავთ. ჩვენ მხოლოდ ის საკითხი გვინდა განვიხილოთ, რაც ორსულობის პერიოდში ცეკვის სარგებლობა ზიანის გარჩევა გახლავთ. მაშასე, უნდა იცეკვონ თუ არა ორსულმა ქალებმა.
უპირველეს ყოვლისა, გახსოვდეთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის უფლება მხოლოდ თქვენს მე ან გინეკოლოგს ეკუთვნის და მეგობრების, სხვა ორსულებისა თუ ცეკვის მასწავლებლების მოსაზრებების მოსმენა სჯობს სხვა დროისთვის გადადოთ. თუ ექიმი შესაძლებლად ჩათვლის, რომ დაკავდეთ ცეკვით, გახსოვდეთ ამ მიზნით შედარებით წყნარი, სასიამოვნო მუსიკა უნდა შეარჩიოთ. დისკოთეკებზე სიარული სამომავლოდ გადადოთ და არ დაივიწყოთ, რომ თქვენს თითოეულ მოძრაობას, ისევე როგორც თქვენს მიერ გაგონილ თითოეულ ნოტს, აბსოლუტურად ზუსტად აღიქვამს თქვენს მუცელში მყოფი არსებაც. რა პატარაც არ უნდა იყოს ის. ცეკვის საკითხი და მოძრაობის საკითხი ორსულობის დროს. არაფერი ამ ხრივ განსაკუთრებული რეკომენდაცია არ იქნება იმ დედების შემთხვევაში, იმ ორსულების შემთხვევაში, რომელთაც აქტიური ასე თქო ცხოვრება ჰქონდათ და კარგად და აქტიურად ცეკვავდნენ ორსულობამდეც. მათთვის ეს ჩვეულებრივ მდგომარეობა იქნება და ჩვეულებრივად ისინი გააგრძელებენ, მაგრამ ძალიან საინტერესოა ის საკითხი, როდესაც დედა, რომელიც მაინდა-მაინც არ იყო, ასე თქო, არ ცეკვავდა, არ იყო ფიზიკურად აქტიური და ორსულობის დროს ამის სურვილი უჩნდებათ. ეს ერთგვარი შინაგანი კარნახია იმ მოძრაობისა, რომელიც მოდის ნაყოფისაგან. და აი აქ იქნებოდა ასეთი ალბათ გონივრული რეკომენდაცია, რომ არსებობს სპეციალური პაკეტი მთელი ვარჯიშებისა, რომელიც რეკომენდებულია სწორედ ორსულებისთვის, რომ ნელ-ნელა დოზირებულად არ გაექცეს ამ სურვილს და არ შეეწინააღმდეგოს. ეს შესაძლებელია, დასაშვებია, ოღონდ ნელ-ნელა დოზირებულად და შემდეგ უკვე შეიძლება რომ იცხოვროს ისეთი ცხოვრებით, როგორცაც მისი გული ითხოვს და მისი, ასე ვთქვათ, მისი სამყარო ითხოვს. შესაბამისად, ქორეოგრაფიის დანიშნულებაც ამ შემთხვევაში მხოლოდ მომავალი დედისა და ნაყოფისთვის სიამოვნებისა და სარგებლობის მოტანა უნდა იყოს. მით უფრო რომ, როგორც ცნობილია, ქორეოგრაფიული მოძრაობები ამაგრებს ზურგისა და ფეხების კუნთებს, ავარჯიშებს ხერხემალსა და მენჯისვლებს, ხელს უწყობს სუნთქვითი მოძრაობების დარეგულირებას. აუცილებლად უნდა შეთანხმება ექიმთან, რომ დოზირებულად, მოზომილად, ნელა ჩაერთოთ და გააგრძელოთ ფიზიკური აქტივობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოქნილობისთვის, ელასტიურობისთვის, თვითონმშობიარობის დროს, ბუნებრივი გზით მშობიარობის დამთავრება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მეორე დღესვე არის ქალი პრაქტიკულად ჯამთელი და კარგად განსხვავებით საკეისრო კვეთის ოპერაციის მერე ის არის ნაოპერაციები და სამი თვე, ასე ვთქვათ, ძალიან ხელზე საგოგმანებელი და ძალიან მოსაფრთხილებელია. აი ყველა ის აქტივობა, რომელიც დაეხმარება მას დედობაში და ლოგიკურად ორსულობის დამთავრებაში, ანუ ფიზიოლოგიური ჯამთელი, კარგი ორსულობით და ჯამთელი ხმიანობით, ახალშობილი სტირილით, აი ყველა ის ღონისძიება უნდა იყოს გამოყენებული და ყველა ის საშუალება, რომელიც ასე დაამთავრებინებს ორსულობას ქალს. და აქვე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ცეკვის საშუალებით ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება, განწყობის ამაღლება და დებითი ემოციური მუხტი. ახლა კი დროა სიფრთხილის ზომებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა და შეგახსენოთ, რომ სარგებლობის მიუხედავად, ცეკვის პროცესში გარკვეული ზიანიც შეიძლება მიაყენოთ საკუთარ თავსა და ნაყოფს. ხოლო იმისთვის, რომ ასე არ მოხდეს, ყურადღებით მოусმინეთ ორგანიზმს. ოდნავი დისკომფორტის შეგრძნებისთანავე შეწყვიტეთ ცეკვა და რაც მთავარია, დატვირთვა თანდათანობით გაზარდეთ. მოერიდეთ მკვეთრი მოძრაობების შესრულებას. ძლიერმა ვიბრაციამ ამ შემთხვევაში შეიძლება პლაცენტის აშრევებაც კი გამოიწვიოს. როგორც ცნობილია, ცეკვისთვის ყველაზე უსაფრთხო პერიოდი ორსულობის მეორე ტრიმესტრი გახლავთ, ხოლო ნაადრევ ვადებსა და 25 კვირის შემდგომ ცეკვითი მოძრაობების შესრულებას სჯობს მოერიდოთ. ასე რომ, გამომდინარე იმ მარტივი ჭეშმარიტებიდან, რომ ორსული პაციენტი არ არის, ივარჯიშეთ, იცეკვეთ, მიიღეთ ამ ყველაფრისგან სიამოვნება და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მიღებული სიამოვნება აუცილებლად იქნება სარგებლობის მომტანიც. შემდეგ გადაცემაში ნახავთ გულ სისხლძარღვთა დაავადებები და ვარჯიში, რჩევები ექიმ კარდიოლოგისგან. სად და როგორ დავასვენოთ ბავშვი, პედიატრის ვარიაციები თემაზე ზაფხულის არდადეგები. უბრალო წიწიბურას მოხმარების არც ისე უბრალო წესები, როგორ მოვამზადოთ წიწიბურას ფაფა.